მადლობთ, მოგესალმებათ, ვანო ჯავახიშვილის შოუ. ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება დღეს ძვირფასო ტელემაყურებლებო. მაშასე დავიწყოთ. ბელგიის ქალაქ ლიეჟში გაიმართა სააკაშვილის შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან. ქართულმა ოცნებამ ბელგიაში სპეციალურად გააგზავნა თავისი აქტივისტები, სპორტსმენები და სუსის თანამშრომლები, რომლებმაც შეხვედრის ჩაშლის მიზნით საპროტესტო აქცია გამართეს იქ ლიეჟში. მოკლედ, ეს კაცი აქედან ხო გააქციეს და ახლა იქ აწყობენ აქციებს. მე მგონი თქვენ იმდეს იზამთ, რომ ისე უკან გამოაქცევთ ამ. რაღაცა ესეთი შეგრძნება. შეიძლება ითქვას, რომ ლიეჟში გაიმართა ქართული პოლიტიკისა და სპორტის დღეები. პოლიტიკის იმიტომ, რომ პოლიტიკური შეხვედრა იყო, სპორტის იმიტომ, რომ მოჭიდავეები ჩავიდნენ და ქართული იმიტომ, რომ ისევ ქართველი თუ მოგჭრის თავს შუაგულ ევროპაში. ენძელა მაჭავარიანმა ამ სამარცხვინო ფაქტზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა. ნახოთ ეს ვიდეო. ქალბატონ ენძელა, რატომ არ ეშვებით საკაკოს, იმიტომ რომ 300 კაციან შეხვედრა დარჩებოდა, 300 კაციან უმნიშვნელო არაფრის მთქმელ შეხვედრად, რომ არა ის ქმედებები, რომელიც ჩვენ მერე ვიხილეთ ლიეჟში, ყველა ფიქრობს, რომ ამის უკან თქვენი იდექით. თუ თქვენი ანალიზი ისეთივე მართალია, როგორც ჩემი სილამაზე, და უშუალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა გადაჭარბებულია თქვენი შეფასება. მიყვარს ენძელა თვითკრიტიკული ძალიან დასაფასებელი ამბავია. ანუ ამ აქციის უკან ხელისუფლება არ მოიაზრებაო. ქალბატონ ენძელა, მარტო ამ აქციის უკან კი არა, ქართული ოცნება კიდევ ბევრი კანონდარღვევის უკან მოიაზრება და საერთოდ ხალხის თვალში ქართული ოცნება უკვე ძალიან უკან მოიაზრება. სხვათა შორის ნიშას შემდეგი შეხვედრა დაგეგმილი აქვს რომში, ანუ თავის დედულეთში. სადაც ბავშვობაში იზრდებოდა, ეხლა ყველგან იზრდებოდა. აბსოლუტურად ყველგან არის გაზრდილი და ამიტომ რომში აქვს შემდეგ შეხვედრა. საქართველოს ახალი პრეზიდენტი კი უკვე შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას და ადმინისტრაციაში უკვე დაასაქმა უახლოესი ნათესავები გერი, მულიშვილი და რა ვიცი, ასე შემდეგ. ქალბატონ სალომე, გერი, მულიშვილი და მაზლისწოლი რო გიდგას გვერდით, ეგ კარგია სურათში. თორე ეხლა სამსახურში მაგას ნეპოტიზმი ხდება შეუძლებელი. არ დავეძებ, ვინც უნდა ის მოიყვანოს, ვინც უნდა, არ არის პრობლემა. თავარია თავისი ბიჭი არ დაასაქმოს არსად. ისედა დასტრესილები ვართ ხალხი და არა გვაქვს ეხლა მაგ ბავშვის დევნის თავი. არა გვაქვს ჩვენ და მაგის დევნის თავი. დიდი ამბები ტრიალებს ქართულ ოცნებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დახურულ შეხვედრაზე ბიზინა ივანიშვილმა ყობახიძე თავისი ხელით მიიყვანა ეკა ბესელიასთან შესარიგებლად და უთხრა, რომ ჩაეხუტეო. ჩაეხუტე ეკა მამიდასო. ყობახიძემ სადაური ჩემი მამიდაო, ბესელიაო კაცო და ბიზინა შენი პოლიტიკური მამის, ანუ ჩემი პოლიტიკური და არისო და პოლიტიკური მამიდა არ გამოდის ეს კაცო და ეს რო თქვა დაიხოცნენ სიცილით ენძელა მაჭავარიანი, სოფო კილაძე და სხვა პოლიტიკური ბიცოლები. ბოლოს მაინც შერიგდნენ გაბუტული ყობახიძე და ბესელია ერთმანეთს ნეკათიტები ჩაკიდეს და მერე ერთად დასხდნენ და მულტფილმებს უყურეს. უცნაურად მოგვილოცა ვალენტინობა ქართველმა კუპიდონმა, ემზარ კვიციანმა, მან შექმნა ეგრეთ წოდებული შეწყვილების სააგენტო, რომლის აგენტებიც აღრიცხვაზე აიყვანენ შეყვარებულ წყვილებს და დაეხმარებიან მათ ოჯახების შექმნაში. ვაუ, რა მაგარია რა. ემზარ, you are my Valentine. აი ეგეთია რა. კუპიდონი კი არა გააჩერეთ ვიღაცამ ეს ხანუმა კაცი ესა. თორე ალბათ მალე იტყვისო ჩვენო დაგაქორწინებთო, ულამაზეს წყვილებს შევარჩევთო და საუკეთესო ჯიშებს შევაჯვარებთო. ოღონდ ერთი მამალი შვილი მე მიმყავ. შეიძლება თქვას რა. არ არის გამორიცხული. სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმების უაზრობის გამოსწორებას შეეცადა ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია. მოდიო მოსწავლეებსო მოტივაცია რო აუმაღლოთო, ოქროს ატესტატი შემოვიღოთ. მოკლედ ამის აზროვნება ისევ კომუნისტურ ეპოქაში ტივტივებს, ძვირფასო მეგობრებო. ანუ ასეთი იდეისთვის ეხლა რო დაუფიქდეთ, ხო, ბატონ ნუკრი, კი გეკუთვნით ერთი კაი პუწი უკა კისლავოთში. ბიზნეს რო უხდათ, ხო, უკას პუწი უკები ბიზნეს მოქცევთ, ხო, ვიყავთ ინტელიგენციას პუწი უკები რაღაცები კი. მართლა კარგი იდეაა ოქროს ატესტატი. მართლა, ოღონდ ეგრევე კი არ მივცეთ ბავშვებს. აი არტეკის პიონერთა ბანაკიდან რო დაბრუნდებიან, მერე გადავცეთ გარდამავალ დროშასთან ერთად. არ ჯობია ბატონო. ამ კვირაში ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ ნორვეგიის პოლიციამ ტექნიკის მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავა დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, რომელიც აუდიტის სამსახურის თანამშრომელია. აჰა, კი ეკუთვნის ახლა ამ კაც
რომ დავფიქრდეთ პრემიერ-მინისტრის პოსტი. ფარცხალატემ რაღაცა ბოტასი მოიპარა და მთავარი პროკურორი გახდა და ეხლა ტექნიკის მოპარო უკვე სხვა ლეველია, ნო. ეს უკვე სხვა საფეხურია, მისთვის რაში გაიქცა, ეხლა ეკუთვნის. ამ საკითხზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა დაკავებულის მამამ. მოდით ვნახოთ ვიდეო. წავიდა სააკაშვილი როგორ არის აინტერესებდა ის კოსტუმი ძალიან პატარა ქონდა და თქვა აქ რომ ნახეო და მეწოდება იქნებ კარგი ზომის კოსტუმი უშოვაო ნორვეგიაში შოება კარგი კოსტუმი სერიოზულად გეუბნებით ასეთი ნეტა რა ტექნიკა გამოიტანა მაღაზიიდან მისმა შვილმა გამოსჩენილი იუმორი აქვს ამ კაცს გამოსულიყო გააცინე და მოიგეში 1000 ლარს მოიგებდა და ერთ ლეპტოპს შეიძედა ჩაულებდა კანონიერად ესეთი კარგი იუმორი რატომ კარგავ ისე მართლა მიშას კოსტუმისთვის თუ წავიდა ახლა ეს კაცი ხო ერთი კაი კოსტუმი ბახტაზისთვისაც შეერჩია კაცო ცოდვაა ბიჭო განურჯებულია სახეზე სისხლი აღარ მოძრაობს ორგანიზმში ამ ვიწრო კოსტუმის გამო აღმოჩნდა რომ ქართულ ჯარში ტანსაცმლის და აღჭურვილობის დეფიციტია ატეხეს ამაზე ერთი ამბავი კარგით რა ხალხო არ ვარ ჩვენ ისეთი მდიდარი ქვეყანა რომ ჯარსაც ტანსაცმელი ქონდეს და მინისტრსაც აგარაკი ან ერთი უნდა იყოს ან მეორე ამიტომ მეორე ჯობია იზორია ერთი კაცია და ჯარისკაცები კიდე რამდენი არიან რა ჩააცმეთ მაგას რა აბა წარმოიდგინე რამდენი ტანსაცმელი უნდა ამიტომ მინისტრ იზორიას ახლა ჯარი დედმამიშვილობის პრინციპზე გადაყავს დედმამიშვილობის პრინციპი ხო იცით რას ნიშნავს აი დაუპატარავდა სერჟანტს ჩაიცვა კაპრალმა პრობლემა მასე ვართ გაზრდილები ჩვენ შემიძლია ტანსაცმელი მეცვა მთელი ცხოვრება შემდეგ ხუმრობას შესავალს გაუკეთებ ხუმრობა შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარების და ბოწყლების მომხმარებას. საქართველოს სიგარეტი ლარნახევრით გაძვირდა და ამბობენ რომ კიდევ გაძვირდება. საერთოდ მე გავიგრო 11 ლარამდე შეიძლება ავიდოსო ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი. მოკლედ მთავრობა მანამ არ გაჩერდება, სანამ სიგარეტი და ფილტვი ერთი ფასი არ გახდება. თეკაი ხალხო, სიცოცხლე ხო გაგვიძვიდეთ და სიკვდილი მაინც დაგვიტოვეთ ხელმისაწვდომი, ხო შეიძლება? სიგარეტის გაძვირებას ეგრევე მოყვა ქვეყანაში კონტრაბანდული თამბაქოს შემოტანა. ესე იგი, იმდენი კონტრაბანდული სიგარეტი შემოდის აფხაზეთიდან, რომ ზუგდიდის ცაზე ვაისროის კოლოფებით აწყობილი რობოტი გამოისახა. აი, იმდენი კონტრაბანდული სიგარეტია. სიმართლე გითხრათ, შევარდნაძის ეპოქის შემდეგ აღარც გამიგონია სიტყვა კონტრაბანდა. და სავარაუდოდ ალბათ ხო ახალგაზრდებმაც არ იციან თვითონ ამ სიტყვის მნიშვნელობა, რას ნიშნავს კონტრაბანდა. ამიტომ ჩემო ახალგაზრდებო, ჩაამატეთ თქვენს ლექსიკონში ახალი სიტყვა კონტრაბანდა. შემდეგი ასახსნელი სიტყვა იქნება კერასინკა. ამას მე აგიხსნით მოვა მაგისტრო. მაინც გქონდეთ ჩამატებული. ახლა მივხვდი რატომ აკეთებს მთავრობა ამას. ცდილობს გააერთიანოს საქართველო. და აღმაშენებლის დროში დააბრუნოს. ამიტომ მივდივართ უკან. დავითის ეპოქამდე უნდა ჩავიდეთ. უბრალოდ ეს შევარდნაძის დრო გაიწელა ნამეტანი. ვთქვით, იქამდე ჩავალ. ყველა ვარიანტი ჩავდივარ. მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით გლეხს, რომელსაც, სავარაუდოდ ეს უნდათ რომ მიიღონ ეს კანონი, გლეხს, რომელსაც ორზე მეტი ძროხა ყავს და ყირის რძის პროდუქტებს დაიკისრება გადასახადი. მაგრამ ეს მთავრობის ბრალი არ არის. ეს ისევ ხალხის ბრალია ხა. თუ გინდოდათ რძედაყველი გადასახადების გარეშე, არჩენებამდე უნდა გეფიქრათ გენერალური ახლა თვითონ ძროხები ყოფილან გადარეულები ამდენი ფული თუ გვექნაო გადასახდელიო, ერთზე მეტ ხბოსო არ გავაჩენთო ჩვენო. ხარჯათო და ფიგურად გვენგრევაო. ამიტომ ეს წინააღმდეგ. მე თუ მკითხავ, საერთოდ არ აქვს აზრი ამ გადასახადის დაწესებას. ხო იცი, შეძლებული გლეხის ფსიქოლოგია როგორია? ოფიციალურად მარტო ორ ძროხას გაიფორმებს და დანარჩენებს ხო ოფშორში გადამალავს. გრძელდება ცხოველური კურიოზების თემა, ჩემს მონოლოგში აღმოჩნდა, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მიტოვებულ გვირაბში ახალი სიცოცხლე ჩქეფს. ნახოთ ეს ვიდეო. წყემსი ყაზბეგიდან მიტოვებული გვირაბის თვითნებური მცველია. ცხურის გადმორეკვის დროს, როდესაც გაძარცვული გვირაბი ნახა, აქაურობას თავი შეაფარა. მთელი მეურნეობა მოაშენა და უკვე რამდენიმე თვეა, რაც არავის უკითხავს, რატომ გადააქცია 200 მილიონად აშენებული გვირაბი ბაგად. რა ვთქვა, არ ვიცი. გვირაბს ცხვარი შეესია და ცხვარი ცხოვრობს, თუმცა უკვე გვიანია ამაზე ფიქრი. ცხვარი
მთავრობას რო შეესია, მაშინ უნდა გვეფიქრა ამაზე. რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ ეს შემოვლითი რკინიგზის პროექტიო გონიერებას იყო, მოკლებულიო. გეთანხმებით, აი 200 მილიონიან გვირაბში ცხოვრები რო ცხოვრობენ, ეგ არის გონიერების მწვერვალი. ინტელექტის პიკი, მე ესე მგონია. ესე იგი, რომ ვაკვირდები, ქართველი ერი ძალიან გავართ იმ ცხვრის ფარას, რომელიც რკინიგზის გვირაბში დგას. ორივე მხარეს მოსჩანს სინათლე, მაგრამ ერთი მადლიანი მწყემსი ვერ ვიპოვეთ, რომ ამ ბნელი გვირაბიდან გაგვიყვანოს თვითფასო მეგობრებო, აი სხვა რა გითხრა. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მოსწრაფეებს. დღენდით ამუნა ლექსი